კიდევ ერთი ძალიან ძლიერი თვისება, რაც ჩემი შეხედულებით ამ წიგნის თანახმად გააჩნდა ამ ადამიანს, იყო ის, რომ მისთვის სინდისი, რასაც სინდისი კარნახობდა, იყო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ყველაფერი დანარჩენი. ერთადერთი, რა ნაბიჯიც ვერაფრით ვერ გადადგა, ეს იყო, რომ თავისი სინდისის წინააღმდეგ წასულიყო და მაშინაც კი, როცა სასწორზე იდო მისი ოჯახის გადარჩენა, ცოლის და შვილების გადარჩენა და სინდისი, ანუ თუ მოიქცეოდა სინდისის საწინააღმდეგოდ, ზნეობის საწინააღმდეგოდ შეიძლებოდა ოჯახი გადაერჩინა, აი ამას რო ფიქრობდა, ერთი იყო მიზეზი, რატომაც უნდა რომ ოჯახი გადაერჩინა თითქოს ეს, მაგრამ წარმოიდგინა, რომ ახლა თუ უზნეობას გამოავლენს, მთელი მისი აღსაზრდელები ხომ დაინახავენ მის უზნეობას და შესაბამისად უზნეობასაც აღზრდის. აი ეს მისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე ახლა ოჯახის არსებობა არ არსებობა, როცა სასწორზე დევს, მზად ვარ ხოლმე ყველაფერი გავაკეთოთ, მაგრამ ამისათვის გადაწონა ზნეობამ და თავარი არგუმენტი მარტო ის კი არ იყო, რომ ზნეობა გამოვლენილიყო მის მოქმედებებში, არამედ ზნეობა აღეზარდა, იმიტომ რომ ეთყობა გრძნობდა, რომ ზნეობას რომ აღზრდის რამდენიმე ასეულ თავის მოსწავლეში, ეს უფრო მნიშვნელოვანი და ღირებულია, ვიდრე თუნდაც საკუთარი ოჯახის სიცოცხლე